სიონში ილია მეორის საფლავზე ხალხი დილიდან იკრიბება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის განსასვენებელთან მისვლა მოქალაქეებს ყოველდღე დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე შეუძლიათ. ილია მეორის სიონის საპატრიარქო ტაძარში გუშინ დაკრძალეს. სამგლოვიარო ცერემონია სამებიდან სიონამდე გზას 2 საათის განმავლობაში ფეხით მიუყვებოდა. მანამდე კი სამების ტაძარში 4 დღის განმავლობაში 24 საათიანი სამოქალაქო პანაშვიდები მიმდინარეობდა. ევროკავშირმა უნგრეთი კონფიდენციალური მოლაპარაკებებიდან ჩახსნა რუსეთისთვის ინფორმაციის შესაძლო გაზიარების გამო ამის შესახებ პოლიტიკო წერს. გამოცემის ცნობით ევროკავშირი უნგრეთის მთავრობისთვის ოფიციალური ბრალდების წარდგენისგან თავს 12 აპრილს დაგეგმილი უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების გამო იკავებს, რადგან ეს უნგრელმა მომრჩეველმა ორბანზე თავდასხმად არ აღიქვას. უკრაინელებმა რუსეთის ლენინგრადის ოლქში პრიმორსკის პორტი დაბომბეს. დარტყმების შედეგად დაზიანდა საწვავის რეზერვუარები. თავდასხმის შედეგად ადგილზე ხანძარიც გაჩნდა. პრიმორსკის პორტი რუსეთში ერთ-ერთი უდიდესი საექსპორტო ნავთობტერმინალია. უკრაინული მედია წერს, რომ აფეთქებების ხმა ისმოდა ოკუპირებულ დონეცკსა და სმოლენსკშიც. ნიუ-იორკის ლაგვარდიას აეროპორტში თვითმფრინავი დაშვების დროს სახანძრო მანქანას შეეჯახა. ავტომობილში 5 მაშველი იმყოფებოდა. საერთაშორისო მედიის ცნობით ყველა მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულები არიან ბორტზე მყოფ 100 მგზავრს შორისაც.